ქართული ოცნების პრესპიკერის კიდევ ერთი განცხადება კოალიცია ბესოს ურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით უწყებად შორის კომისიას მიმართავს, როგორც მაია ფანჯიკელი აცხადებს, ყველა ის აუდიო ჩანაწერი, რომლებიც ბოლო 2 დღეა YouTube-ზე ბესოს ურმავას სახელით ითურთება, არის ფალსიფიცირებული. შეგახსენებთ, რომ ასევე ფიგურირებს სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო მასალად, სადაც ჩანს, რომ ბესოს ურმავა ჯდება ავტომობილში, BMW-ს მარკის ავტომობილში და ისე მიდის ტერიტორიიდან, რომ საკუთარ სამუშაო ოთახში ტოვებს პირად საბუთებს, ასევე პირად ნივთებსაც. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის აუდიო მასალები, რომლებიც YouTube-ზე ბესოს ურმავას სახელით არის ატვირთული, ძალადობით არის მოპოვებული. მისი მეუღლე ამბობს, იგი დარწმუნებულია, რომ ეს ჩანაწერები არ არის განთავსებული მისი მეუღლის, ანუ ბესოს მიერ, რადგანაც მას არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა კომპიუტერთან ურთიერთობისა და იგი ამაზე ვრცლად საუბრობდა. ასევე იგი არის დარწმუნებული, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა.